Retail სექტორის სურსათზე ფასების შემცირების მთავარ გამოსავლად ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციას მიიჩნევს. FMCG სექტორში მოქმედ მსხვილ კომპანიებში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული кэშბექების სახით 80% ძირითადად თაროს ფასის შემცირებაზე მიდის. კიდევ რა განცხადებები გაკეთა პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომაზე და რა არის retail სექტორის მოგების მარჟა? მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. პარლამენტში ფას წარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა საკვები პროდუქტებისა და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში სრულდება. დღეს ამ კუთხით ბოლოს ხდომა გაიმართა, რომელსაც FMCG სექტორის 4 უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა. ბაზრის მოთამაშეებმა დღეს კიდევ ერთხელ განიხილეს ის ფაქტორები, რაც სურსათზე მაღალ ფასნამატებს განაპირობებს და ამ ჭრილში კომისიის წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ კიდევ ერთხელ გამახულდა ყურადღება ეგრეთ წოდებული кэშბექების საკითხზე, როგორც მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები აღნიშნავენ, кэშბექის 80% მიდის თაროს ფასის შემცირებაზე, რათა პირველადი მოხმარების პროდუქცია მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მათივე განმარტებით მუდმივად მიმდინარეობს ფასების კონტროლი ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა მაგალითად ჩაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური და ბრინჯი. სექტორში ამბობენ, რომ აღნიშნული პროდუქტების ნაწილში მათ ხშირ შემთხვევაში ფასნამატები საერთოდ არ აქვთ და მათივე შეფასებით, როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა საკუთარი მოგების მარჟაზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ რიტეილის მოგების მარჟა გაცილებით დაბალია, ვიდრე დისტრიბუტორების და მწარმოებლების კომპანიების ინფორმაციით, მათი წმინდა მოგების მარჟა 1-დან 3%-ის ფარგლებში მერყეობს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის, რომ სრულყოფილად გვესმოდეს ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჩვენ და ჩვენს მაყურებელს. გვინდა მივიდეთ იქ, რომ საბოლოო ჯამში სექტორში ურთიერთობები გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ბიზნეს პროცესები გრძელვადიანი და პროგნოზირებადი და საერთოდ ჯამში მივიღოთ ისეთი სექტორი, რომელიც იქნება მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ მოსახლეობას მიიღოს საუკეთესო ფასი. 80% ამ რიბეიტის უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე, რათა როგორც ერთხელ კიდევ აღნიშნავ, გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მოხმარებლისთვის. ჩვენ ამ თვალსაზრისით, ჩვენი სრული ასორტიმენტი და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასორტიმენტი გვაქვს ქვეყანაში წარმოუდგენელი, რადგან 40,000 ერთეულამდე. იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს 40 ამ სრული პორტფელიდან ultra-sensitive და სენსიტიური კალათა. ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე უშუალოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია ჩვენი მომხმარებლისთვის, რომელზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებაში, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ეს პროდუქცია არის შაქარი, ზეთი, წიწიბურა. ჩვენთვის кэშბექიც და რიბეიტიც თუ კიდევ სხვა სახის შემოსავალი განიხილება და მთელ მსოფლიოში ესეა, როგორც თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი. ამიტომ რამდენი პროცენტი იქნება, ამას არსებითი გავლენა არ აქვს. ჩვენ ყოველთვის ნეტფასიდან ვაწარმოებთ ჩვენს ფასწარმოქმნას. რეტრობონუსების მოცულობა ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიის მიხედვით, ამიტომ რომელიმე 1%-ის თქმა არ მოგცემს სრულ სურათს. მაგალითისთვის ისეთი როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილვოსტნეული, არანაირი რეტრობონუსი არ არსებობს. არის მაგალითად გარკვეული კატეგორიის ზეთები, რძის პროდუქტები, რომლებზეც საერთოდ არანაირი რეტრობონუსი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ეს უფრო სხვარგოლის ინსტრუმენტია. პარლამენტის დროებითი კომისიის ხდომაზე ცხადია დღეს ისაუბრეს იმ მექანიზმებზეც, რითიც შესაძლებელი იქნება სურსათზე ფასნამატის შედარებით შემცირება და აქ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია პროცესების ოპტიმიზაცია და დისტრიბუციის ქსელის მაღალ დონეზე განვითარება, ასევე ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, სადაც იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ერთიანად მიაქვთ თავიანთი პროდუქცია და ამ ლოგისტიკური ცენტრებიდან ნაწილდება უკვე სავაჭრო ქსელებში. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ეს არის გამოცდილი სისტემა წარმატებულ სახელმწიფოებში, მათ შორის ევროპაში. FMCG სექტორის წარმომადგენლებმა დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვის სხვადასხვა პროდუქციაზე თანხების ანაზღაურების ვადებზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ ეს პროცესიც საკმაოდ მოკლე დროში მიმდინარეობს.
რეალიზებულს რაც შეეხება sell-outs, რასაც უწოდებენ, ამ შემთხვევაში 2 კვირიდან 1 თვემდე. მაგალითისთვის ამთვის რეალიზებული უკიდურეს შემთხვევაში ჩაირიცხება შემდგომ თვეში. შეიძლება იმავე თვეშიც არის 2 კვირიანი ვადებიც აღებული. რაც შეეხება დღეებს, აუდიტის რეპორტს აქვს ესეთი ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ასახავს 31 დეკემბრის მდგომარეობას, რაც არის პიკური მონაცემი მთელი წლის. ანუ მაგდენი არც პროდუქტი და არც საკრედიტო დავალიანება სხვა არც ერთ მონაკვეთში არ არის. საშუალოდ ჩვენი დღეები შეადგენს, რაც თქვენ ევროპული აღნიშნეთ, იმაზე ნაკლებს. კითხვა თუ სად არის რესურსი ფასის შემცირების თაროზე, მოხმარებლისთვის ფასის ოპტიმიზაციის, ეს არის დაუსრულებელი პროცესი. ჩვენ ყოველდღიურად ამ თემაზე მუშაობთ, როგორც საოპერაციო თვალსაზრისით, მაგალითად, მარტივ მაგალითს გეტყვით, იმდენად რამდენადაც ადამიანური რესურსი ეხლა ერთ-ერთი ურთულესი მომენტია ბიზნესში საქართველოში და არა მარტო ჩვენს ინდუსტრიაში ალბათ გვიჭირს ამ ხრივ მობილიზება რესურსებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვხდნოთ ავტომატიზაცია პროცესების და ადამიანური რესურსის ჩართულობის შემცირება. ამ ხრივ შეამჩნევთ ჩვენს მაღაზიებში self-service-ებს, ინტენსიურად ვარ მეთარებთ ამას. შეამჩნევთ, რომ პროდუქცია, უფრო მეტი პროდუქცია არის დაფასოებული. ანუ ვცდილობთ მაქსიმალურად შევქმნათ ის პროფილი ასორტიმენტის, რომელიც არ საჭიროებს ადამიანის ჩართულობას. ლოჯისტიკური პროცესების და ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი. რამდენადაც დღეს იმდენად დაქსაქსული არის და ფრაგმენტირებული არის ეს პროცესი, რომ არ გვაძლევს საშუალებას ხარჯების ოპტიმიზაციის. შეგახსენებთ, ეგრეთ წოდებული ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ 6 სამუშაო შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორ დისტრიბუტორებსა და შემდეგ უკვე რიტეილ სექტორის წარმომადგენლებთან, რაც შეეხება შედეგებს, ამ მოკვლევის სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე გახდება ცნობილი. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.